კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. Აკავშირი აქვს უკრაინიდან ჰექსოგენის შემოტანას ოპოზიციის 4 ოქტომბრის აქციასთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რეზონანსულ საქმეზე გამოძიება გრძელდება. ოპერატიული მასალები დგინდება, რომ საშიში ასაფეთქებელი ტვირთის საბოლოო ლოკაციად თბილისი, კერძოდ კი ავლაბარში მდებარე საცხოვრებელი სახლი იყო განსაზღვრული. გამოძიება სწავლობს სხვა გარემოებებსაც. საუბარია პრაიმ ტაიმის სტატიაში მითითებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ფიგურანტი ბაჩუ ახალაია იყოს. ახალაიასთან ერთად პრაიმ ტაიმი ნაციონალური მოძრაობის ყოფილ და უკრაინის ხელისუფლების მოქმედ მაღალ ჩინოსანზეც გია ლორდ-კიფანიძეზეც წერს. გამოცემის ცნობით უკრაინის სპეცსამსახურებთან კავშირზე იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჰექსოგენის ტრანსპორტირებას კი კოორდინაციას ლორდ-კიფანიძე უწევდა. ყოფილ ძალოვნებსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშავდებოდა 4 ოქტომბერს არეულობის მოწყობის შემდეგ პარლამენტის აღების გეგმა. დანაშაულებრივი სქემის დეტალები, რომელიც გამოცემა პრაიმ ტაიმმა გაარკვია, შემთხვევით აღიარა ყოფილი მაღალ ჩინოსნის მეუღლემ ბაჩუ ახალაიას ცოლი დაიმუქრა, რომ გათქვამს წყაროს, რომელსაც ნაციონალური მოძრაობიდან ინფორმაცია გამოაქვს. ეს ადამიანი, როდესაც წერს პოსტებს, ალბათ აქვს კონკრეტული საფუძველი და შეგიძლიათ ამ ადამიანს თავად კითხოთ. მე ერთი რამ ვიცი, ქართული ოცნება, რასაც ცდილობს, რომ აი მიაბას კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული ადამიანების პოსტები, მოჭრას, ეს არ გამოვა. როდესაც ვრცელდება ინფორმაცია და კონკრეტული პირის ადასტურებს აღიარებით ჩვენებაში, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები მას გადასცეს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა და ეს ნივთიერება ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა. პირველ რიგში ერთი რომ სულ რომ საქართველოს ტრანზიტად ყოფილიყო გამოყენებული და რუსეთის ფედერაციაში მომხდარიყო ამ ასაფეთქებლის შესვლა, ეს რა თქმა უნდა დარტყმის ქვეშ აყენებს ჩვენს სახელმწიფო სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას, თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას, მაგრამ უკრაინაში მოქმედ ხელისუფლებას რომ ქართველების ბედი რომ არ აინტერესებს, ეს ძალიან კარგად ვიცით. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს აქვს ვალდებულება სამავდროულად რომ გამოიძიოს ის გავრცელებული ინფორმაცია თუ როგორც ვრცელდება ინფორმაცია ბოლო დანიშნულების ადგილი იყო თბილისი და ასაფეთქებელი ნივთიერება რაში უნდა ყოფილიყო გამოყენებული უკავშირდება თუ არა ეს დაანონსებულ 4 ოქტომბრის არჩევნებს და გადატრიალების თუ დამხობის მცდელობას. ადამიანის რომელსაც შემოქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება აქვს გაცხადებული რომ მის მიჰქონდა კონკრეტულ ერთ მისამართზე თბილისში. ბაჩუ ახალაია და მისი მეუღლე თავიანთი განცხადებებით ირიბად ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რა თქმა უნდა განსაკუთრებით ყურადსაღები არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებისთვის აღნიშნული ფაქტის გამოძიება. ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანა და დაკავებულის აი ამ ფიგურანტის მიერ უკრაინის სპეცსამსახურების ხსენება, ეს არის საგანგაშო ამბავი და მე პირდაპირ ვეთქვი, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის აი ამ 24 საათიანი მუშაობის შედეგია, რომ დროულად იქნა აღკვეთილი ეს ტერაქტების სერია, რომელიც სავარაუდოდ უნდა მომხდარიყო და ეს ერთიანი სცენარი კეთდებოდა, რომლითაც ესე იგი ფიქრობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში უნდა მომხდარიყო საქართველოში ესეთი ცეცხლის კერების გაჩენა და ძალადობრივი გზით უნდა დაემხოთ ხელისუფლება და აი ამასთან ქონდა საქმე. წარმოიდგინეთ, როგორ იმეტებენ ქართულ ხალხს თავიანთი ადგილობრივი აგენტურის ამ ფაშისტების დახმარებით და არაფერთ არ მიაჩნიათ, ესე იგი სისხლისღვრა დედაქალაქში ტერორისტული აქტების ჩადენა. ინფორმაციას დავეცანი და პირდაპირ არის ნახსენები, რომ ხდებოდა ამ ადამიანის ბინაზე რაღაცა გარკვეული გეგმების შემუშავება და პირდაპირ ჩართულია უკრაინის სპეცსამსახურებთან. ალბათ ამას გამოძიება დაადგეს. ლევან ხაბეიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მურთა ზოდელავას კი 25,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ზოდელავამ სასჯელ აღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ხაბეიშვილს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებს ედავებიან. სასამართლო პროცესზე, რომელიც გვიანღამით დასრულდა, ადვოკატი ხაბეიშვილისთვის გირაოს და სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა. თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. რაც შეეხება ზოდელავას, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევას და გამოძიებისთვის ხელი შეშლის მიზნით ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვის მცდელობას ედავებიან.
მოსალოდნელი იყო მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება, ნიშანდობლივია, რომ აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად დააკმაყოფილა პროკურატურის გადაწყვეტილება პატიმრობის ნაწილშიც და საპატიმრო გიროვის ნაწილშიც მურთაზ-ოდელავასთან მიმართებით. რა გითხრათ, სამი პოლიციელი, სამი გედედეს თანამშრომლის ჩვენების და რამოდენიმე პატაკის საფუძველზე, ლევანის მიერ საჯაროდ გაკეთებული ინფორმაციის საფუძველზე მოსამართლემ ჩათვალა, რომ აქ იყო საუბარი აი ამ აბსურდულ ბრალზე და ჩათვალა, რომ იყო რისკი იმისა, რომ თუ კი ლევანი არ აღმოჩნდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, იგი მიმალებოდა ან ჩაიდენდა ახალ დანაშაულს. როგორც ხელშეშლა მარცხაჯულების, აგრეთვე მტკიცებულებების დაკარგვის რისკი იყო მაღალი ალბათობით, აგრეთვე ვერ უგულებელ ყოფდით ვერც მიმალვის საფრთხეს. შესაბამისად, ამ რისკების დასაზღვევად ვიშვამდგომლად პატიმრობის შერჩევა ნაწილი ამ მტკიცებულებების. რა თქმა უნდა, ეს არის მოწოდება საჯაროდ. საქმეზე დაკითხულნი არიან არაერთი თანამშრომელი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, რომლებიც იძახიან, რომ აბსოლუტურად რეალურად მიიღეს შეთავაზებად ქრთამის დაპირებად ლევან ხაბეიშვილის განცხადებები. ანუ მტკიცებულებების ერთობლიობა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რაც დადგენილია საქმის წარმოების ამ ეტაპისთვის. ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის დათვალიერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გენერალური პროკურატურა და დეზინფორმაციას უწოდებს მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს პროკურორმა მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გახსნა ვერ მოხერხდა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით სურს გამოვეხმაუროთ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს პროკურორმა მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გახსნა ვერ მოხერხდა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროკურორმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში განმარტა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის დათვალიერება ჯერ არ მომხდარა, რადგან ექსპერტიზაც კი არ არის ამ ეტაპზე დანიშნული და იქვე განმარტა პროცედურა და ტექნიკური დეტალები, რომ ზოგადად iPhone-ის მოდელის ტელეფონები რიგ შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერ გაიხსნას. რაც შეეხება პროკურორის კომენტარის არასწორ ინტერპრეტაციას, იგი ემსახურება საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებას და უწყების დისკრედიტაციას, აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიების შედეგს ელოდება სახელმწიფო გუნდი და აქცენტს ლევან ხაბეიშვილის საჯარო განცხადებებზე აკეთებს მართლ პარტიაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის საჯარო მოწოდებებს კონკრეტული მიზანი ჰქონდა. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა არჩილ გორდულაძემ, სადაც ვკითხულობთ, დამხობა თავისი არსით არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი და თეორიულად ისეთი იურიდიული ნონსენსი, რომც გავიზიაროთ, რომ დამხობას აქვს სხვადასხვა ხასიათი, მშვიდობიანი, წყნარი, ელეგანტური და ასე შემდეგ, ის მაინც ისჯება, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში დამხობის ფორმები არ არის გათვალისწინებული და ისჯება ნებისმიერი სახის დამხობისკენ მოწოდება. რაც შეეხება ბრალდებული ხაბეიშვილის მხარდასაჭერად თუ სხვა მიზნით გაკეთებულ იგივე შინაარსის განცხადებებს, დარწმუნებული ვარ, სუსი დროთა განმავლობაში დააკვირდება და შეისწავლის მათ შინაარსს და მომავალში სწორად დააკვალიფიცირებს, რომელი მათგანი ატარებდა მხარდასაჭერი პერფორმანსის და რომელი დანაშაულებრივ ხასიათს. აქვე ვაქვეყნებ კანონის მუხლს, სადაც უბრალოდ წერია, რომ დამხობისკენ მოწოდება დანაშაულია ყოველგვარი სხვა პირობის გარეშე, წერს არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში. აქ ლაპარაკია კონკრეტულ ქმედებაზე, ამბოხზე, არავითარი მშვიდობიანი გადატრიალება და ამბოხი არ არსებობს. იმ შემთხვევაში თუ კი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები არ დაიცავენ არა თავის ქვეყანას, არა თავის სამშობლოს, არამედ ხაბეიშვილის ინტერესს, რომ ქვეყანა როგორმე უბედურებაში გაეხვეს. მაგრამ ამ შეთავაზების გარდა არსებობს კიდე სხვა მუხლი, რომელიც უკავშირდება მოწოდებებს, არა მარტო მოწოდებებს, არამედ კონკრეტულ ქმედებას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ეს ქვეყანა წავიდეს შეუქცევად პროცესში, ტურბულენტულ ზონაში შევიდეს. ხაბეიშვილი მარტო არ არის, ხაბეიშვილების მთელი გუნდია, იდეა, სცენარია, არის კონსპირაციული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ხაბეიშვილების ნაირი ტიპები მონაწილეობენ.
რადიკალური აქტივისტების ახალისება ევროკავშირის ელჩის მხრიდან. მმართველი გუნდი პავლო ჰერჩინსკისა და აქტივისტების შეხვედრაზე საუბრობს. ევროპელი დიპლომატი 2 დღის წინ გურიაში იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის გახსნის პარალელურად შეხვედრები ჰქონდა. სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეო მასალას თავად აქტივისტები ავრცელებენ, მათ შორის არის ანანო ცინცაბაძე, რომელიც სოლიდარობის ფონდ პიელ საქართველოს წევრია. ეს არის ფონდი, რომელიც პოლონეთის სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ცინცაბაძე, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ღონისძიებებში, ასევე თანამშრომლობდა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთანაც. მმართველ გუნდში მისი სიძულვილის ენის შემცველ სტატუსებს იხსენებენ, სადაც ცინცაბაძე შეურაცხყოფელ განცხადებებს აკეთებს. უმრავლესობა ამბობს, რომ ამგვარი შეხვედრებით ევროპელი დიპლომატი ოპოზიციის აქტივისტებისა და ძალადობის წახალისებას ცდილობს. პოლიტიკური შეფასებებით ლევან ფანცხავაა პირდაპირ ეთერში და მისგან მოვისმენთ უფრო მეტს. ლევან, გისმენთ. დიახ, ქართული ოცნება პაվել ჰერჩინსკის მიუთითებს ვენის კონვენციაზე და ამბობს, რომ დაუშვებელი და მიუღებელია, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში ხვდება იმ ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიითა და სიძულვილის ენით. ისინი იხსენებენ 2 დღის წინ გურიაში გამართულ შეხვედრებს, სადაც ჩავიდა პაվել ჰერჩინსკი, მან მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ ღონისძიებაში და ასევე შეხვდა სამოქალაქო აქტივისტებსაც. უმრავლესობისგან განსხვავებით ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ გასაკვირი იმაში, რომ ჰერჩინსკი აქტივისტებს ხვდება, არაფერია. ვერ გეტყვით საერთოდ რა კავშირი აქვს პაվել ჰერჩინსკის შეხვედრას კონკრეტულ სტუდენტებთან და იმ სტუდენტების მიერ რაღაცა ქმედების ჩადენას, მაგრამ მე ვიტყვი ერთ რამეს, რომ რაც მე ვიცი და რასაც მე ვხედავ და ჩემ თავზე ვგრძნობ აწლეულების განმავლობაში, ეს არის ევროპული ქვეყნების გაერთიანებიდან ჩემი ქვეყნის მხარდაჭერა. ევროკავშირის ელჩი რომ შეხვდება აქტივისტებს და სამოქალაქო საზოგადოებას იმისთვის რომ გაიგოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და მიიღოს ამ ადამიანებისგან ინფორმაცია, ამაში გასაკვირი რა არის. ევროკავშირი ილტვის იქეთკენ რომ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებში დაამყარდეს დემოკრატია, რა თქმა უნდა, მან უნდა იცოდეს სამოქალაქო საზოგადოების აზრი და სამოქალაქო საზოგადოება დღეს არის აქტივისტები. სახელისუფლებო გუნდში ასახელებენ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, ვისაც შეხვდა პაվել ჰერჩინსკი და ამბობენ, რომ დაუშვებელია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში ხვდება იმ ჯგუფებს, რომლებიც სიძულვილის ენით გამოირჩევიან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ, ხვდებიან ექსტრემისტებს, პირდაპირ ფაშისტებს და მათთან ერთად რაღაცა ფოტოებში პოზირებენ, მათ აგულიანებენ და ეუბნებიან, რომ ისინი რაღაცა მომავალი თაობის მაგალითები არიან და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა ირიბათაც და პირდაპირაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის ექსტრემიზმის წახალისების მცდელობა საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს ელჩები აგრძელებენ ასეთი ტიპის მოქმედებებს და უკვე ყურადღებასაც არ ვაქცევთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ მათი მთლიანი დღის წესრიგი აგებული არის ქვეყანაში რადიკალიზმზე. ქალბატონი ცინცაბაძე, ქალბატონი გორდულაძე, რომლებიც გამოირჩევიან რაღაცა სუპერ ექსტრემიზმით და რადიკალიზმით და ფაშიზმით, თავიანთი პოსტებით იქნება თუ პირდაპირ მოწოდებებით თუ ასე შემდეგ, ძალიან ბევრი მასალა არსებობს მათთან დაკავშირებით ინტერნეტ სივრცეში და ძალიან სამწუხაროა, რომ შემდეგ ამათ რაღაცა აგულიანებენ. ჰერჩინსკის აქვს კონკრეტული დავალება ევრობიუროკრატიისაგან, რომ როგორმე ხელი შეუწყოს აი ამ ექსტრემისტული დაჯგუფებების აქტივობებს, რომ არ ჩაქრეს ის ცეცხლი, რომელიც დაინთო სულ ეხლახანს რუსთაველის პროსპექტზე. რაც არ უნდა გულდაწყვეტილი ვიყოთ, ეს არის ფაქტი. და ამ ფაქტს ადასტურებს ის, რომ იგი ხვდება ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ჩართულები არიან ამ ექსტრემისტულ საქმიანობაში, თუნდაც ავიღოთ ფინანსური, პოლიტიკური მხარდაჭერა იმ ჯგუფისადმი, რომელიც მოლოტოვის კოქტეილების სროლას როგორც გმირობას ესე წარმოაჩენს და მე ვისროლე ბანერი და ამ ბანერის შემქმნელი არის დაფინანსებული ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ. მინდა გამოურიცხო, რომ ევროკავშირის ქვეყნები კონკრეტულად იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ ჰერჩინსკი ჩავიდეს და შეხვდეს და ხელი ჩამოართვას ადამიანებს, რომელიც არანაირად არ შეესაბამებიან არც რადიკალური, არც სხვა სახის ოპოზიციის რაღაცა პრინციპებს, რასაც პოლიტიკა ქვია.
ქართული ოცნება დიპლომატებს მოუწოდებს დარჩნენ საკუთარი საქმიანობის ჩარჩოში და ქვეყნის შიდა საქმეებში ნუჩაერებიან. მადლობა ლევან ფანცხავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. და ახლა უცხოეთის ამბები საპროტესტო აქციებს სერბეთში რამდენიმე ქვეყნის საიდუმლო სამსახურები აფინანსებენ, რისთვისაც მილიარდობით დოლარი დაიხარჯა, აცხადებს ალექსანდრ ვუჩიჩი. სერბეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ გარეძალები სერბეთში ხელისუფლების შეცვლის სცენარებს ამუშავებენ, ოპოზიციას კი არჩევნების ჩასაშლელად და ქვეყნის განადგურებისთვის იყენებენ. მის განცხადებას TV ინფორმერი ავრცელებს. ვუჩიჩი ამბობს, რომ მზადდებოდა არეულობის კონკრეტული სცენარები, თუმცა თავად იძულებული იყო ამ თემაზე დუმილი შეენარჩუნებინა. სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების დაფინანსებით დიდი ხანია მზადდება სცენარები, სახელწოდებით ნეპალი და ჩარლი კირკი. ამისთვის 4 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. ფერადი რევოლუციებისთვის მოსახლეობის მხოლოდ 15%-ია საჭირო. აქტივისტები კი მზად არიან დაიჯერონ ნებისმიერი სიცრუე და დეზინფორმაცია. სწორედ ამ ჯგუფის მხრიდან გაისმა ბრალდებები ჩემს მიმართ, ნარკორეალიზაციის ორგანიზატორობასთან დაკავშირებით, თუმცა ცილისწამებისთვის ბოდიში არავის იძულებული ვიყავი დუმილი შემენარჩუნებინა, რადგან ამგვარი ნაბიჯი სერბეთის ნეიტრალიტეტს დაარღვევდა პროტესტის საბარაუდო დამკვეთებთან მიმართებით. თუმცა ამ ქვეყნებმა იციან, რომ ჩვენ ვიცით თუ რას აკეთებენ ისინი. როდესაც ნორმალურ რამეს აკეთებ, მათთვის ეს დანაშაულია. ლონდონში კი ანტიიმიგრაციულ საპროტესტო აქციაზე, სადაც 100,000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, 25 დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. ბრიტანეთის სამართალდამცავ უწყებაში ამბობენ, რომ აქციაზე პოლიცია მოულოდნელად მიუღებელი ძალადობის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის მათი მისამართით ისროდნენ სხვადასხვა ნივთებსაც. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უკონტროლო მიგრაციის შეჩერება, ამბობენ, რომ არალეგალური მიგრანტების უფლებები ადგილობრივი საზოგადოების უფლებებს აჭარბებს. უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საბაზისო დოკუმენტი ფაქტობრივად მზად არის, ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში გაავრცელა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ახლა მსოფლიომ რუსეთზე უნდა გააძლიეროს ზეწოლა, რათა კრემლს ცეცხლის შეწყვეტა აიძულოს. პოლიტიკური განცხადებების ფონზე უკრაინაში საომარი მოქმედებები ისევ გრძელდება. გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას 58 უპილოტო საფრენი აპარატითა და ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საპასუხო თავდასხმას ახორციელებს თავად უკრაინაც. რუსეთის თავდაცვის ძალების ინფორმაციით მათ 30 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს. Влучность украинских войн. ფაქტობრივად უკვე მზად არის უსაფრთხოების გარანტიების საბაზისო დოკუმენტი უკრაინისთვის, ანუ მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ყველა დეტალი ყურადღებით მუშავდება, ყველა ნაბიჯი კი ჩვენს პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული. ახლა რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ მანამდე, ვიდრე ის საბრძოლო მოქმედებებს არ შეწყვეტს, ვიდრე არ შედგება შეხვედრის ის ფორმატი, რომელიც იმუშავებს და საიმედო სიმშვიდეს მოიტანს. მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვეტს რუსეთი მკვლელობასა და უკრაინულ ქალაქებზე დარტყმებს. რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივი ომის სამახალ სტრატეგიაზე მუშაობენ, ინფორმაციას გამოცემა ბილდი ავრცელებს. სტატიის თანახმად სამხედრო წვრთნების ზაპად 2025-ის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ეგრეთ წოდებული სუვალკის დერეფნის დაკავების ოპერაციას ამუშავებენ. 60 კილომეტრიანი დერეფანი პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს და კალინინგრადის ოლქს უკავშირდება. ბილდის სტატიის მიხედვით წვრთნების ცენტრალური ელემენტია დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის, კერძოდ ახალი საშუალო რადიუსის რაკეტების ორეშნიკის გამოყენების იმიტაცია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში რუსული დრონებით იერიშების დროს ერთი უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. უწყების ცნობით, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუმინეთმა F-16 ტიპის ორი გამანადგურებელი აამოქმედა. უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში დრონების მოქმედების გამო გუშინ სამხედრო ავიაცია მუშაობდა პოლონეთის საჰაერო სივრცეშიც. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას რუსეთის დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. დაკლავ საქართველოს 14 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით. საუბარია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობის, საქართველოში უკანონო ჩემოტანის, ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და ფსიქოტროპული ნივთიერების რეალიზაციის ფაქტებზე. ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკი, მათ შორის მეტადონი, სუბოტექსი, ბუპრენორფინი, ალფა-პვპ, ლირიკა, გამომშრალი მარიხუანა და მცენარე კანაფი.
დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 7 პირი. მათ შორის არის რევოლვერები, პისტოლეტები, ხელყუმბარა, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. იარაღები ამოღებულია ბრალდებულების პირადი ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად. დანაშაული 7 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, გამოძიება 236 მუხლით მიმდინარეობს. სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა. შეხვედრისას ხაზი გაესვა თურქული მხარის მხარდაჭერასა და ჩართულობას ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების პროცესში. დავით ამაზაშვილმა კობაკ მერიჩ სასაზღვრო პოლიციის მიმდინარე პროექტები გააცნო, მხარეებმა ასევე განიხილეს საზღვაო უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მიმდინარე საარჩევნო პროცესებში მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს CESCO-ს სწავლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებთან ერთად სატელევიზიო და ონლაინ მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესი, ისაუბრეს მედიის უფლებებსა და როლზე. შეხვედრაში მედიის 40-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. გაიმართა მორიგი შეხვედრა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ჩვენს მიერ შეთავაზებული სამუშაო შეხვედრის ფორმატი, რომელიც უკვე 2 წელი აქტიურად მიმდინარეობს, აძლევს მათ შესაძლებლობას ინსტიტუციის ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინონ ინფორმაცია, ისევე როგორც პასუხები სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. მედიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესში. ჩვენ ამ შეხვედრის ფარგლებში განვიხილებ ყველა ის არსებითი საკითხი, რომელიც მიემართება მედიის როლსა. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სტანდარტებზე, რაც მოიცავს არჩევნების გაშუქების კომპონენტებს. აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს ახალციხის მერობის კანდიდატი ვარლამ ციკლაური. ამჯერად წყალთბილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ. ვარლამ ციკლაურმა აქცენტი გააკეთა სამომავლო პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, ასევე პროცესებში ადგილობრივების ჩართულობაზე. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო თითოეული შეხვედრა. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში ამ სოფლებში. მოსახლეობის მხრიდან მოვისმინე საჭიროებები და ვიმსჯელეთ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უფრო მეტად გაუმჯობესდეს მათი ყოველდღიურობა. მოსახლეობასთან გქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები. მოვისმინეთ მათი საჭიროებები და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ეტაპობრივად პრიორიტეტების მიხედვით გადავჭრათ მათი პრობლემები და საჭიროებები. რუსთავში ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. ნინო ლაცაბიძე რუსთაველებს მაჟორიტარობის კანდიდატებთან და ქართული ოცნების პროპორციული სიის წევრებთან ერთად ხვდება და მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებს აცნობს. გასული 4 წლის მანძილზე ინტენსიურად ხვდებოდით მოსახლეობას და ყველა მათი პრობლემა თუ დასმული საკითხი მიტანილი იყო შესაბამის ორგანოებთან, შესაბამის უწყებებთან და რა თქმა უნდა ის პროექტები, რომლებიც წარმატებულად მიმდინარეობს თუნდაც ამ ზონაში, ამ ოლქში, რა თქმა უნდა გაგრძელდება, დაიწყება ახალი პროექტები და ჩვენ იმედს გამოთქვავთ, რომ ჩვენი რუსთაველები კიდევ ერთხელ დაგვიჭერენ მხარს და ეს არის ჩვენთვის გარკვეულწილად სწორედ ის мотивация, რომლითაც მომავალში გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას. ძალიან მჯერა მათი ნამდვილი სიტყვის, რასაც ამბობენ, იმას აკეთებენ. ყველაფერი შეუძლიათ და დარწმუნებული ვარ, რომ ხალხისთვის ყველაფერს გააკეთებენ. მერობის კანდიდატად ვირჩევ ნინო ლაცაბიძეს, რადგან ჩემი აზრით რუსთავისთვის და ახალგაზრდებისთვის ძალიან ბევრი რამე გააკეთა ჩვენ ქალაქისთვის და მომავალშიც იგივეს ველოდები მისგან. ქართული ოცნების აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი მხარდამჭერებს შეხვდა ბათუმის სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრას. აჭარის რეგიონიდან სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის მოქმედი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები და ვეტერანი სპორტსმენები. განხილვის მთავარი თემა რეგიონში მიმდინარე საარჩევნო კამპანია იყო. ჩვენი თავარი მიზანი კი მოგეცემათ ახლა ჩვენი დევიზი მეტი სარგებელი აჭარას, მეტი სარგებელი
ჩვენს რეგიონს. სოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო საწყო და კარგად გვაჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობიანი პოლიტიკის ქვეყნის განვითარება. რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებასთან ერთად ეროვნული ღირებულებების ინტერესების შენარჩუნება. მთავარი მიზანი ეს გახავთ როგორც საკრებულოს, ასევე მერის არჩევნებში ღირსეული გამარჯვების მოპოვება. ჩვენ გვაქვს 6 მუნიციპალიტეტში ძალიან ღირსეული და კვალიფიციური კანდიდატები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ზურა ბაბაშიძესთან ერთად ოქროყანაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და პრობლემების მოგვარების გზები განიხილა. არის ცალკეული საკითხები, რომლებიც კიდევ საჭიროებს ჩვენს ჩარევას, ჩვენს ჩართულობას, ვისმენთ მოსახლეობისგან ამ საჭიროებების შესახებ ინფორმაციას და რა თქმა უნდა ვეცდებით მაქსიმალურად მოკლე ვადებში ან ჩვენი ჩართულობით, ან ჩვენი შუამავლობით სხვა უწყებების მხრიდან შევძლოთ და მოვახერხოთ ამ პრობლემების უმოკლეს ვადებში აღმოფხვრა. ვისაუბრეთ სიღრმისეულად არსებულ პრობლემებზე, მიწის დაკანონების საკითხებზე, შენობების დაკანონების საკითხებზე და ბუნებრივია ის პრობლემები, რომელიც აწუხებს დევნილ მოსახლეობას, მოვისმინეთ და ვეცდებით ამ პრობლემების გადაჭრას ეტაპობრივად. ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და დაბის შემდგომი განვითარებისთვის არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ბოლო წლებში აბასთუმანში განხორციელდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. ახლა კი ინფრასტრუქტურის სამინისტრო არქიტექტორების ჩართულობით კურორტის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს. განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, მიმდინარე პრობლემებს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და ასევე ვიმსჯელეთ სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით, თუ რა პრიორიტეტები უნდა გქონდეს. აქტიურად ვიმუშავებთ ზამთრის პერიოდში პროექტებთან დაკავშირებით, რომ უკვე გაზაფხულიდან ახალი ეტაპი, ახალი ფაზა დაიწყოს აბასთუმნის რეაბილიტაციის. პირველი ეტაპი უკვე დასკვნით ეტაპზეა და შესაბამისად უკვე ვიხილავთ შემდგომი ეტაპის სამუშაოების მონახას. ჩვენ ზამთრის სეზონს გამოვიყენებთ პროექტირებისთვის, ხოლო შემდეგი გაზაფხულიდან უკვე ვემზადებით დიდი მეორე ფაზის მშენებლობის დაწყებისთვის. გავიარეთ ყველა დეტალი, რაც მნიშვნელოვანი იყო. ძირითადი თემა იყო რეაბილიტაცია არსებული ისტორიული ძეგლების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ასათიანის ქუჩაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო იმით, რომ ფაქტიურად ისეთი საკითხები გადაწყდა, რომელიც ძალიან დიდი ხანი არის კითხვის ნიშნების ქვეშ. მიხაილ სარჯველაძე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანთან ერთად რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს იუბილეისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ჯანდაცვის მინისტრმა მოისმინა ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულების მუშაობის შესახებ, შეხვდა თანამშრომლებს და რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს შესაძლებლობებზე ისაუბრა. ჰოსპიტალმა საკუთარი შესაძლებლობები გააფართოვა, შეცვალა რეგიონში სამედიცინო მომსახურების ხარისხი, კლინიკა MRI-ის უახლესი დიაგნოსტიკური აპარატით აღიჭურვა, ადგილზე მოქმედებს რეგიონის ყველაზე მძლავრი ქიმიოთერაპიის ცენტრიც. რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უკვე გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციაც. ეს არის სამედიცინო სერვისების, მაღალი დონის სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება რეგიონისთვის. ის არის განთავსებული სოფელში, რომელიც ყველაზე ახლოს მდებარეობს საოკუპაციო ხაზთან. და ბუნებრივია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათი, მთლიანად საქართველოსგან გაცხადებული პოლიტიკის დასტური იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ სამშვიდობო საშუალებებით, სამშვიდობო ინსტრუმენტებით ხელი გაუწოდოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ადამიანებს. რუხის კლინიკა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც განხორციელდა და დღეს წარმატებით ოპერირებს. მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორც რეგიონისთვის, ასევე იმ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპაციის ხაზს მიღმა. მე ძალიან მეამაყება, რომ ასეთი დონის კლინიკა, ასეთი დონის პროფესიონალებით და რა თქმა უნდა, ასეთი დონის აღჭურვილობით არის ჩვენს რეგიონში. შედეგებით, რასაც დღეს რუხში არის მიღწეული, ბევრი კლინიკა, რომელსაც დიდი ისტორია გააჩნია, ვერ დაიკვეხდეს. ორმაგად არის ხაზგასასწრები ის, რომ რუხის კლინიკა მდებარეობს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიასთან და ის დახმარება, რაც ის ჩვენ აფხაზეთის მოსახლეობას იწევს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრესი გაგრძელდება ამ სამართლობაში. გახდა ერთ-ერთი ლიდერი კლინიკა რეგიონში, ვითარდება სხვადასხვა დარგში, სხვადასხვა მიმართულებით, დღესდღეობით არსებული მიმართულებას მალევე ემატება რამოდენიმე სერვისი, რომლის დამატების შემთხვევაში ჩვენი რეგიონის მოსახლეობას ექნება სრულყოფილად, ადეკვატურად მომსახურე კლინიკა. ქუთაისში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა სამედიცინო აქციის მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დაესწრო. გიორგი ჯინჭარაძე დევნილ ბენეფიციარებსა და სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა. თავარი მიზანია, რომ ეს გამოკვლევები და სამედიცინო სერვისები იყოს მოქნილი, მათ მიზანზე ორიენტირებული, მათ საჭიროებებზე დაფუძნებული და სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა აქტიურად დაუჭერს მსგავს ღონისძიებების ხარს. მინდა მადლობა გადაუხადო სამედიცინო პერსონალს, ექიმებს, მაღალი პროფესიონალიზმისა და ზრუნვისთვის, რომელიც მიმართულია ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის. თბილისის წამყვანი კლინიკებიდან ჩამოყვანილი გვყავს 1000-მდე სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმი. კონსულტაციებთან ერთად ჩვენ დევნილებს შესაძლებლობა აქვს ჩაიტარონ კვლევები. ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად მათ უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტებიც. მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე 800-მდე აფხაზეთიდან დევნილმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამა. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ჩვენს რეგიონში ჩაატარა უფასო გამოკვლევები და გვირიგდა წამლები ექიმის დანიშნულებით. დიდი მადლობელი ვართ ამ საკითხს. ლისის ტბაზე დაჭრილ დაშავებული სამხედროების მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარათონი გაიმართა. გარბენში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო პირებმა. დაჭრილ დაშავებულმა სამხედროებმა დიპლომატიური კორპუსისა და მოხალისე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მარათონს ასევე შეუერთდნენ სამხედროების ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები. მარათონის სტარტის აღებამდე თავდაცვის ძალების ბენდმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. გამარჯვებულებს ჯილდოები და სერტიფიკატები გადაეცათ. გაიმართა მარათონი, მონაწილეობა მიიღო ატაშეების ასოციაციის მიერ ორგანიზებულმა ადამიანებმა, სხვადასხვა ქვეყნის ატაშეებმა, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, მოხალისეებმა და სხვა ძალიან ბევრმა ადამიანმა. ყველას დიდი მადლობა მინდა მოუხადო, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. მუშაობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, საქართველოში აპრილიდან ვიმყოფები. აქ მოვედი, რათა მხარი დაბუჭირო დაჭრილ მეომრებს საქართველოდან. მოხარული ვარ, რომ გარბენში ჩემს თანამებრძოლებთან ერთად მონაწილეობ და გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ თანხების შეგროვებაში. 15 კილომეტრი გავირბინე, საკმაოდ დამქანცველი იყო, მაგრამ იმავდროულად შესანიშნავი. დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი ქართველებისა და ამერიკელების მხრიდან. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. არსებული ინფორმაციით ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა რამდენიმე მოვლენამ განაპირობა. საეკლესიო ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. ივანე ოქროპიდისა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსსაც დღეს აღვასრულებთ. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ახალი საეკლესიო წლის დაწყებას, ასევე სასწავლო წლის დაწყებას. ყველას ვლოცავთ დიდი სიყვარული და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებთ. ყოველი ადამიანის დანიშნულებაა, რომ იშრომოს და ქმნიდეს რაღაც ფასეულობებს, აშენებდეს სულიერს თუ მატერიალურს, რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ეს ყველაფერი ვიმეორებ, წინაღობა კი არ იქნება ჩვენსა და ღმერთს შორის, არამედ პირიქით მოემსახურება ერთ მთავარ უმაღლეს მიზანს, ცათა სასუფეველის და ღვთის სასუფეველის დამკვიდრებას. პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 6-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაეცანით ჩვენს ვებგვერდზე. რუსთავი 2.gt-ით.